დაპირებს თუ არა ბატონი გახარია ერთხელ უკვე სტუმრად ნამყოფი ამ კომისიაზე მისვლას, რადგან ის ოფიციალურად არის გამოძახებული. მოგესალმებით გიორგი, მივესალმები ფორმულას მაყურებელს. გიორგი გახარიას არც ერთ ეტაპზე არასდროს არც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, არც ერთი კომისიის წინაშე, არც ერთი სამარცხვინო რაღაცა აი ამ ბრალდების კომისიების თუ საგამოძიებო პროცედურების წინაშე არ ქონია არასდროს პრობლემა და ამას თავად გადაწყვეტს გიორგი გახარია მივა თუ არა, დასამალი მას არაფერი არ აქვს არავისთან და კონკრეტულად მსგავსი საქმეების წარმოება ვერ მოახდენს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ჩვენს ბრძოლაზე გავლენას ეს მინიშნება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ უკავშირდება ვერსიას, რომ ამას ივანიშვილი აკეთებს, იმიტომ რომ შანტაჟის ქვეშ ამყოფოს და აიძულოს არის ერთი ვერსია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ბევრი ვერსია, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გიორგი გახარიას არჩეული პოლიტიკური სტრატეგია არის სტრატეგია, რომელიც არ მოდის, ესე რომ ვთქვათ, კორელაციაში ოცნების გამოცხადებულ მიზანთან და შესაბამისად თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკური ნაბიჯები, სტრატეგიულად მიღებული გადაწყვეტილებები არის ის, რაც არ მოსწონს ოცნებას. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური დევნა, ეს არის შურიზიების ქრონიკა, რომელსაც აკეთებენ აი ამ კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის ხელით, რომელიც გამოცხადებული ღალატის ქრონიკაში მონაწილეობს ამ ქვეყნის. ამ შურიზიებას პერსონალური შინაარსიც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ივანიშვილის უკმაყოფილებების, სხვადასხვა ძალების, სოციალური ჯგუფების, პარტიების თუ ასე შემდეგ მიმართ, მაგრამ ასეთი პერსონალური ვიტყოდი ამას მაინც სიძულვილი, რომელიც გამოჩვეოდა მის ბოლო დიდ ინტერვიუში უშუალოდ გახარიას და თქვენის მისი გუნდის სხვა წევრების მიმართ, მე სხვებთან მიმართებაში არ მინახავს და არ მომისმენია. რას მიაწერთ ამას, რატომ ხდება ეს თქვენი აზრით და სანამდე შეიძლება მივიდეს. მე მაგალითად ვშტება, შტაბეშტილება, რომ საქმე თავის დინამიკით, თავის ბრალდებების ხარისხით ისე იქმნება, რომ გახარია შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა სულ ალბათ უახლოეს პერიოდში. ბუნებრივია იმ რეჟიმის პირობებში და იმ სიგიჟის პირობებში, რაშიც ამყოფებენ ოცნების ეს წარმომადგენლები თუ მათი ფორმალური თუ არაფორმალური ხელმძღვანელები ამ ქვეყანას გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის, ხო? ეს არის ყვარყვარი თუთაბერის მსგავსი შექმნილი რეჟიმი, სადაც ეხა ყველას შეიძლება ციხეში ჩასვლა, მთელი ქვეყანა შეიძლება ჩასვლა ციხეში და ეს ადამიანები ხო თანამედროვე ყვარყვარეები არიან და იმის მიხედვით იღებენ ფერსიცვლიან და იღებენ გადაწყვეტილებებს დღეს შენს პოლიტიკას დაუჭირონ მხარი, ხვალ შეცვალონ შენ წინააღმდეგ ჩვენებები მიცენ და ასე ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაშინ როდესაც მოქმედ შინაგან საქმეთა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს საკუთარი მიწის, ქართული მიწის დაცვისთვის ედავებიან. მცოცავი ოკუპაციის გაჩერებისთვის ედავებიან, ბორდერიზაციის შეჩერებისთვის ედავებიან, საკუთარ კონტროლირება ტერიტორიაზე და აქ რაღაც სადაო საოკუპაციო ხაზთან არ გულს, საკუთარ კონტროლირება ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებას ედავებიან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელმაც ამ საგუშაგოს ჩადგმით ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოსტაცა ფაქტობრივად ოკუპანტებს, რომელიც მონიშნული ქონდა და ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასაყვანად ამზადებდნენ ამ ყველაფერს. იქ საგუშაგოს განთავსებამ ადამიანები იხსნა გატაცებებისგან, ადამიანებს პირადი უსაფრთხოების პრობლემები ედგათ იქ საოკუპაციო ხაზთან და რატომღაც ამ საოკუპაციო ხაზს ეხა ძალიან ხშირად რო ახსენებენ. აი მათი სანაკებო პრემიერ-მინისტრი რო არის ირაკლი კობახიძე. საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი მთელი ამ წლების განმავლობაში. 26 მაისს ისვენებდა აუზზე იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეზე იმ. ასეთი ადამიანები საუბრობენ რაღაც სუვერენიტეტზე, რომელსაც საკუთარი კონტროლირება ტერიტორიაზე შეუძლია დააბრალოს საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს საგუშაგოს აგება. რომელ სუვერენიტეტზე ქართველობაზე საუბრობთ თქვენ? საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ? ხშირად უყვართ ამ ადამიანებს ამ ტერმინის ხსენება და ძალიან ხშირად იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უსამშობლოები. აი უსამშობლოების ქრონიკას ვადევნებთ თვალს და მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა და ამ ადამიანების მხარდამჭერება. ეს იქნება სისხლის სამართლის საქმე, სადაც თქვენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ აძლევთ ჩვენებას, საკუთარი თავების წინააღმდეგ აძლევთ ჩვენებას. აი ამ ფურცლებს საკუთარი შვილები, საკუთარი ოჯახის წევრები თვალწინ აგიფრიალებენ, იმიტომ რომ თქვენ იქნებით აი ამ ღალატის ქრონიკაში მონაწილე ადამიანები. თქვენ
გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არა, რო დაგავალოთ ოცნებამ, საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიცემთ ჩვენებას. აი ესეთი მორალის ადამიანები ხართ თქვენ, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები ხართ. ამიტომ თქვენი მიცემული ჩვენებები კი არავის უკვირს. თქვენივე თავის წინააღმდეგ გაძლევთ ჩვენებას და აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც აი ამ ჩვენებების გამო ისტორიულადაც პასუხსაგებთ, სამართლებრივადაც პასუხსაგებთ და მთელი ეს ცირკი, რომელშიც მონაწილეობთ ერთი ადამიანის დაკვეთით, შემოგიბრუნდება თქვენვე. ნუ რა ვის ექნება განცდა, რომ ვინმე გადაურჩება ამ საკითხს. ეს იქნება დამოკლეს მახვილი, რომელსაც თქვენ საკუთარი ბედზე კიდევთ თავზე, საკუთარი ბედზე. ბერდი, რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას და შედეგებს, მაყურებელიც ნახავდა ალბათ 2 დღის განმავლობაში, 3 დღის განმავლობაში, რაც ეს პროცესი აქტიურად წავიდა, პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლები რომელიც პარლამენტის შენობაში მუშაობენ, მთავრობის წარმომადგენლებიც ხშირად, როცა ჟურნალისტებმა დაეკითხებიან, იშვიათი შესაძლებლობაა ხოლმე, მაგრამ კაცო, თუ ასეთი ცუდი იყო ეს კაციო და პროვოცირებას და ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას და ასე შემდეგ აქ, ისინი პასუხობენ, რომ გასამართლებელი რა აქვს, რომ deep state-ი გვაწვებოდაო. არაფერს არ ვამეტებ, ხო, პირდაპირ ეს ტექსტებია, რომ deep state-ის, ანუ უცხოეთიდან დასავლეთიდან ჩარევის შედეგად ივანიშვილი და ეს ხალხი აიძულეს, რომ მათ დაენიშნა ეწინაურებიათ აი ამ ჩორჩენას, რაც ზედავებიან ამბის და კიდე სხვა ამბების შემდეგ პრემიერ-მინისტრად, კაცი რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს თურმე ის ამხელა პრობლემას ქმნიდა. აქ ძალიან საინტერესო რამ შეგვახსენება ლევან ყურაშვილმა, გამოვიყენებ მის ამ შეხსენებას. აქ საუბარი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლზე. მოდით უბრალოდ ციტირებას მოვახდენ და პირდაპირ ბრალი შინაარსი არის. მუხლის 319 უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ანუ ხალხო, ვინც ეხა თქვენ ამ კომენტარებს აკეთებთ ამ შინაარსით, ავტომატურად საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერთ. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ თუ თქვენ თავად ამბობთ, რომ deep state-მა გაიწულად, გახარია, დაგენიშნათ რაღაცა თანამდებობაზე, ამ deep state-ს, რა თქმა უნდა, თქვენ იხსენებთ როგორც მტრულ დაჯგუფებად, მტრულ ცენტრად, მტრულ დასავლურ სახელმწიფო, მუხლია ესეთი 319. თუ თქვენ ამას აკეთებით, უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის და ასე შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა, ისიც რამდენი არის? 7-დან 15 წლამდე. 7-დან 15 წლამდე გასამართლებას ექვემდებარებით, დადგება ალბათ ამის დროც, მით უმეტეს, როცა ეს ღია ჩვენებები გვაქვს, მაგრამ თქვენ რაც შეეხება, გიორგი გახარიას რაც შეეხება, თქვენ ჯგუფს, თქვენ ამ ადამიანებს პოლიტიკაში ყოფის სხვა ადამიანებისგან განსხვავებით უფრო უკეთესად შედარებით იცნობთ. ამიტომ ვიძახე, ესენი არიან ეხა სანამდე არიან მიმსვლელები. მართლა მაინტერესებს. გახარია ყველა ზღვარი გადაკვეთილია. ანუ ელის, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების 99%-ს ნათქვამი აქვს, რომ ფსიქოლოგიურად არიან ისინი ამისთვის მზად. მე სიმართლე გითხრათ, მათი ფსიქოლოგიური მზაობა ნაკლებად მაინტერესებდა ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურად ყველას მიმართ სოლიდარული ვარ და პირიქით ასე ვთქვათ, კარგის მეტი არაფერი არის ისმის ამ სიტყვებს, მაგრამ პოლიტიკურად რამდენად ხარ მზად? ეს არის მნიშვნელოვანი ლიდერების. რა თქმა უნდა, ეგ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია მიუხედავად იმისა, როგორ დევნას დაიწყებენ, რა სამართლებრივ პროცესებს განავითარებენ, რა კომიტეტებს და კომისიებს შექმნიან ჩვენს წინააღმდეგ, როგორ დევნას დაიწყებენ, ჩვენი პოლიტიკური გზა რაც არჩეული გვაქვს, ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებ და ეს მინდა ძალიან კარგად იცოდნენ ამ ადამიანებმა. მეორე საკითხი, ძალიან დიდი ბოდიში. ადამიანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ადამიანი, რომელიც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ადამიანი, რომელიც ამ დროს იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შენ თუ კონკრეტულ შემთხვევაში იცოდი, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხორციელდებოდა და თვალი დახუჭე რაღაც მომენტში, შენ როგორ შეიძლება გენდო მე როგორც თეორიულად რო დაუშვათ, რომ რაღაცა პროვოკაციული ქმედებები ხორციელდებოდა თეორიულად გიორგი გახარიას მხრიდან. შენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რომ იყავი, გეძინა? თვალი დახუჭე deep state-თან? ესე იგი შენ ქართული საქმე არ გიკეთებია, ხო? ქართული მიწის დაცვისთვის რატო არ გადადიგი შესაბამისი ნაბიჯები, ხო? ზუსტად ამ ჩორჩანის ეპიზოდიდან 10 დღეში გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა მთელმა გუნდმა. deep state-ი იყო ბიძინა ივანიშვილი რო ასახელებდა მას პრემიერობის კანდიდატად. ეს ამასაც რო თავი დავანებოთ ამ მომენტმა რო გადაიარა 2020 წელს საერთოდ პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია საპარლამენტო სიის. მეორედ გამოუცხადეს ნდობა. და თურმე deep state-ი მართავდა, deep state-ის მეშვეობით იღებდა გადაწყვეტილებებს ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი.
შემთხვევით ბიძინა ივანიშვილიც და ეს სხვა ადამიანებიც შემთხვევით ხომ არ არიან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების გავლენის ქვეშ. რომელი უცხოეთის? მოდი ეს კითხვა მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ ბატონი გახარია მთავრობის ხელმძღვანელი იყო, მიუწვდებოდა ინფორმაციას, ასე ვთქვათ, გარკვეულ წყაროებზე, მათ შორის უცხოეთის სადაზვერო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების დავანებოთ მოდი ამას თავი, რომ წარსულზე ბევრი არ ვილაპარაკო, თუმცა მოგვიწევს ამაზე ოდესმე ლაპარაკი, მაგრამ აი რაც პოლიტიკაში ხართ უკვე, რაც პოლიტიკურ ოპოზიციაში ხართ ამავე დროს. გააქვთ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არა deep state-ის და რაღაც მოგონილი დასავლელი მტრების, არამედ მართლა ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ, როგორც მინიმუმ ჩვენი მტრული სახელმწიფოსი და თუ ეს ეჭვები გაქვთ, როგორია თქვენი პოლიტიკური სტრატეგია, როცა ამას საუბრობთ, მათ შორის ეს უკავშირდება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ლეგალური პოლიტიკური გზებით, ამ რთულ და დამძიმებულ სიტუაციაში გარკვეული პოლიტიკური შედეგების მიღწევას დამოუკიდებლად. მესმის შეკითხვა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები შეიძლება არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც თუ არ ხარ დარწმუნებული აბსოლუტურად მსგავსი ტიპის განცხადებების უპასუხისმგებლოდ გაკეთება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნიშა არ იქნება არასდროს. თუ მე დარწმუნებული არ ვიქნები, თუ კონკრეტული მტკიცებულება არ მექნება, მე ამასთან დაკავშირებით საუბარს არ დავიწყებ არასდროს. მე ერთი რამ შეგვიძლია დადასტურებულად გითხრათ. ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. მე ვერ გეტყვით ახლა ამას ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის დაკვეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ის რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ შეიძლება ნორმალური დემოკრატიული პროცესი იყოს. პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, ადამიანების ცემა, განადგურება, ციხეში ჩაყრა, თავისუფალი სიტყვის მოკვლა, მედიის მოკვლა, NGO სექტორის განადგურება, არ შეიძლება ეს თავსებადი იყოს დასავლურ ღირებულებებთან, ის რაც დეკლარირებულია კონსტიტუციით და საითაც უნდა მივდიოდეთ ჩვენ. მე არ ვიცი ამას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აკეთებს. მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ ამას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აკეთებს და ეშმაკთან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. თუ დაჭირდა, მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რა თქმა უნდა, მისთვის ნებისმიერი, რა ვიცი, პრო ირანული იქნება თუ პრო რუსული იქნება, რა თქმა უნდა. მე ეჭვება ძალიან, მე და ის სახიფათო ხდება, მაგრამ რამდენიმე კვირის თვის წინ გვახსოვს ჩვენ იქ სამძიმარზე ჩასული ადამიანები, ხო? მაგრამ ამაზე ყურადღებას მე არ გავამახვილებ. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუნდაც ჩორჩანის ეპიზოდი გავიხსენოთ, გიორგი, ხო? აი ჩორჩანის ეპიზოდის დღეს გახსნა და საკუთარი შინაგან საქმეთა მინისტრის დადანაშაულება, რომ შენს კონტროლირება ტერიტორიაზე როგორ გაბედე საგუშაგო საგება, რომელმაც გადაარჩინა ასობით ჰექტარი მიწა, როგორც თვითონ უყვართ კვადრატულ მეტრებში დათვლა, რამდენიმე ათეული მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, შენი მოქალაქეები გადაარჩინა, რომელსაც იქ იტაცებდნენ, აჩერებდნენ, გადაჰყავდათ, აჯარიმებდნენ და მერეუშებდნენ. აი ეს როგორ შეიძლება იყოს კორელაციაში შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. ხო სუვერენიტეტი მოსწონთ ამ ადამიანებს ხშირად ხსენება. ხშირად გონია ხოლმე რომ ზოგს არც ესმის ოცნების სპიკერები და რაც ნიშნავს სუვერენიტეტი. სუვერენიტეტის გამოვლენა შენს კონტროლირება ტერიტორიაზე საგუშაგოს დადგმა და ქვეყნის ინტერესების დაცვა. სხვა შორის ბერდია არა მარტო ამ მიმართულებით მანამდე წინა ხელისუფლების დროს აფხაზეთის ანუ ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს კონტროლირება ტერიტორიას შორის 14-ზე მეტი საგუშაგო იყო იმ მიმართულებით და ეხლა არცეთი არ მოქმედებს. და ხო ესეც არ უნდა დაგვაუჩნდეს და ბოლო კითხვა მინდა შეეწუწუნებს მოსახლეობა სხვათა შორის ამ ფაქტებთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზი განსაკუთრებით ბოლო კითხვა რაც მინდა დაგისვათ მანამდეც დავსვი ეს კითხვა მაგრამ მეტი სინათლე მინდა შევიტანოთ თქვენ თქვით რომ ეს ვერ მოახდენს გავლენას თქვენს პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ამ სტრატეგიის ნაწილი არის თვითმმართველობის არჩევნებში ჩამოყალიბებული პოზიცია რომელიც არ გადაიხედება მონაწილეობის. აი გახარიაც რომ დაიჭირონ მართლა არ არის ეს რაღაც წარმოუდგენელი პერსპექტივა. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ვერც ერთი მსგავსი აქტივობა სამართლებრივ სივრცეში გადატანილი პოლიტიკურ სივრცეში გადატანილი. გავლენას ვერ მოახდენს მიიღეთ მონაწილეობის. რატო ასეთ მნიშვნელოვანი თქვენი მონაწილეობის? მე ვფიქრობ ძალიან სწორი სტრატეგიაა ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არჩეული. ბევრი არგუმენტი შეიძლება გამოითქვა ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც გამოთქმული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ადამიანები, რომლებიც ოპონირებას წევენ ამ საკითხში, ვერ გვარწმუნებენ, რას უშლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ძირითად საკითხს. ან არაღიარების პოლიტიკას რას უშლის, ან ბრძოლის ახალი ველი რატო არ შეიძლება იყოს თვითმმართველობის არჩევნები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თბილისში რამ მდგომარეობაში ოცნებ. რატო არ ვიყენებთ ამ ბრძოლის ინსტრუმენტს, მე უბრალოდ არ მესმის და ჩვენ მარტივი შეკითხვა დავსვით, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციონირება რა არის თქვენი მიზანი, რა არის თქვენი გეგმა, თქვენ შემოგთავაზეთ. იქნებ თქვენ გაქვთ უნივერსალური აღმოჩენა რაღაც, რაც შეიძლება გააკეთოთ. ქუჩის პროტესტი? კი ბატონო, ქუჩის პროტესტში მოვდივართ, ვართ მშვიდობიან პროტესტში, მაგრამ ეს ქუჩის პროტესტი, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპამდე გავლენას ახდენს რაღაც პროცესებზე, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებას ხო ვერანაცვლებს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას. ყველანი შორს ვართ მოკლებული იმ დათქმას, რომ ეხა თვითმმართველობის არჩევნებით რაღაცა შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შეიცვალოს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები არის პოლიტიკური ბრძოლის გზა, რომელმაც შეიძლება გაკაფოს გზა იმისკენ, რომ ცენტრალურ დონეზე შევცვალოთ ხელისუფლება. ამაზე რატო ვამბობ თუ არს?